ნერვების ფაქტორი მაინც ააშენებს. სად რა კონსულტაცია ბარე? ფსიქოლოგიური ჯავახი. რთული იქნება შენი აზრით? ჩემი აზრით ისეთი რამე არ იქნება, რაც არ ვისწავლეთ და ამიტომ არ ვნერვიულებ იმდენად. ავედით ესე. რამდენად ხელმისაწვდომი იყო შენთვის ტესტები, რაც ნიმუშები და რამდენად კარგად მოემზადა? კარგად ვარ მოვიდა. ვიკა! დამელოდი. რეპეტერთან ემზადებოდი? დიახ, ერთი წელი. ეკონომიური ფაკულტეტი ჯავახიშვილის მაგალითად. დაგჭირდა რეპეტერთან მომზადება, თუ შენი სკოლიდან აბარა დაგრავა? დამჭირდა მათემატიკაში და მეცნიერულ საკითხებში არ მომზადებოდა. რას ნერვიულად ხა, ვიცი რომ ჯერაც ჩემი თავის ესე თქვი. დიდი ხანი ემზადებოდი? ვიცი რა. ავიდნე, რომა. ნინო. მარიკა. მარიკა. ძირითადად სამ საგანში ხარ. მეოთხე საგანი რა? მეოთხე მათემატიკა. ყოველთვის კარგად იცოდა მათემატიკა და თან მასწავლებელი სულ ხარდა მათემატიკაში, აი რიცხვი. უკეთეთ ვისაც ქიმია მოწია, თქვა ბიოლოგია. იმათი უფრო ძნელი იყო, იმიტომ სკოლაში არ იყო ამ დონეზე. ტურიზმი ბიზნესის განხრა. თანხებთან დაკავშირებითაც იყო მაგი პრობლემა. რა თქმა უნდა, რეპეტიტორთან უფრო კარგია, მაგრამ უფრო აი ეს ახლობლობით ცოტა შეღავათი, აი მაგის პრობლემა იყო, თორე რა თქმა უნდა, ის უფრო კარგია, რომ იყო რეპეტიტორთან. ფასები უმაღლეს სასწავლებლებში. ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია და აი რას ფიქრობთ? აღნიშნული ხომ იყო გაზეთებში 2000-დან იწყება ეს გადასახადი და მაგაზე შეწუნებულები ვართ ძალიან. აღარ ვფიქრობთ მაგას მოხდეს და მე რაღაცნაირად ალბათ ნახოთ. ძალიან გამიჩნდება. ძალიან. დადია. აი, გერა. საკმაყოფილი არ ვარ, რთული იყო, კი. რა იყო ის სირთულე მაგალითად რა შეხვდა? გრამატიკა არ იყო რთული, თორე კურსი კითხვები იყო, რაც ცოტა დამაბნელი. რამე ისეთი იყო, რაც არ იყო სასწავლო გეგმაში ან პროგრამაში მოცემული? ყველაფერი იყო და ნახავდა არც ის ერთული იყო და მე მგონი გამიმართლა, იმიტომ რომ რაც არ ვიცოდი ისინი არ მომაგებდნენ. მეოთხე გამოდი შენთვის ხატვა იყო. მეოთხე ჩემთვის ხატვა გამოდი. გრანტს ვერ ვიღებ, იმიტომ რომ გრანტისთვის მეხუთეს უნდა ჩავარო. და არ აბარე მეხუთეს? მეხუთე რა უნდა ჩააბარო რა? ამორჩევით არის ესე. კონკრეტულად არაფერი, რასაც გინდა ამორჩევი. და რატო არ ამორჩიე? არ მისწავლე აქამდე არასდროს და იმიტომ. ეხლა ემზადებოდი თუ როგორ ჩააბარეს? აი რასაკლებში მცდებს? ქართული მინარები და ინგლისური. ცხელოდა? ძალიან. თან დღის მეორე ნახევარში 0.3 მომარცხვა მაგრამ კონსერვა არ იყო? არაფერი. დაწერე დილით. კელა. წელს განაცხადებს რაოდენობა არის 36,000-მდე, მე ხო ადგილებს რაც შეიძლება 33,000 ადგილი არის.
შარშანდელთან შედარებით ეს მეტია თუ ნაკლები რაოდენობა? შარშანდელთან შედარებით მეტი არის. უფრო მეტ ადგილიც მეტია და განაცხადიც? კი, ადგილიც მეტია და განაცხადიც შარშანდელთან შედარებით. რომელი სპეციალობები იყო უფრო პოპულარული და რომელ სასწავლებლად თუ შეგიძლია გითხრათ? პოპულარული სპეციალობები დაახლოებით იგივე არის, ეს არის სამართალმცოდნეობა, ეკონომიკა, ბიზნესი, ესეთი სპეციალობები არის, რომელიც არის პოპულარული. შედარებით მეტი კონკურსი არის სპეციალობებს. გამოცდება წარმატებით ჩაიარა, ესე რეგისტრაციაზე რამოდენიმე ბავშვმა დააგვიანა, ისინი სამწუხაროდ კონკურსს გამოეთიშებიან, მომავალწლამდე ჩააბარა ერთადერთი შანსი აქვს, რომ ზოგად უნარებში მიიღონ მონაწილეობა, ზოგად უნარების გამოცდაზე გავიდნენ და უმაღლეს პროფესიულ პროგრამაზე ჩააბარებენ მეორადი განცხადების როცა გამოხდება ინდივიდუალური ჩარიცხვის შემდეგ.